გამარჯობათ, პირველ რიგში მოგესალმებით. სამწუხარო ამბით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ დავასრულეთ ჩვენ Ford Ranger Raptor-ის გადაკვრა. უნიკალური პროექტი იყო თავისუფლად, იმიტომ რომ ეს რამე საქართველოში არ გაკეთებულა, რომ ჯერ დიზაინი გაკეთებული იყო და მე უკვე ზემოდან დამცავი პირი წასულიყო. უკეთესი ვიდეოს გადაღება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახური მიზეზებიდან გამომდინარე გარდამეცვალა ბაბუა და ვერ გადავიღე ის ვიდეო როგორც მინდოდა, ამიტომაც უკვე დამთავრებულ კლიენტზე ჩაბარებულ პროექტზე გვიწევს საუბარი. მაგრამ ვეცდებით რომ კადრები ფონად გავა და იქიდან გაჩვენოთ ის სათქმელი რაც მე მინდოდა ჩემთან ერთად მეთქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გენებით სამწუხაროდ არ გამოვიდა. მოკლედ ორი სიტყვით დავიწყებთ, ეხლა ვიდეოსაც გაჩვენებთ და იმედია რომ გადმოვცეთ იმას, ისი გადმოცემაც გვინდოდა. პირველ რიგში პროექტის შესახებ ვისაუბროთ ის, რომ საკმაოდ რთული პროექტი იყო, დამკვეთი უცხოელი და დიზაინი შეგვეთავაზებია მისთვის, ისეთი როგორც მას მოეწონებოდა, მოგვიყვა თავისი ინტერესების შესახებ, ესე დიზაინი ჩვენ გავაკეთეთ და საერთოდ კაპოტზე მოინდომა რომ მწვერვალი უშბა ყოფილიყო გამოსახული, რომელიც ვექტორიც ვერ ვიშოვეთ და თვითონკემ საკუთარი ხელით და თავისი ცოდნის გამოყენებით შექმნა ეს ვექტორის და კადრები შეგიძლიათ ნახოთ როგორი გამოვიდა. მოკლედ ვინილი ორაფოლი 970 სერია სამანქანე, რომელიც ამოისერა დიზაინი დაეკრა ავტომობილს ეს ვინილი და შემდეგ უკვე იმუშავა ჩვენმა გუნდმა რომ დამცავი ფერი წასულიყო ზედ. პროექტის სირთულეზე უკვე მე ვარ ვისაუბრე, იმიტომ რომ მე არ გადამიკრია და მე არ მაქვს ამის სკილები რომ გადავაკრა, თორნიკებს ვკითხოთ, თორნიკე ორიოდეს სიტყვით რო გითხრა, როგორი სამუშაო არის, ნუ ვინილი ვიცით რომ ძალიან გიმარტივდება და ადვილია შენთვის, ჯერ ვითხარი ამოსერილმა და გამზადებულმა დიზაინმა რამე პრობლემა ხო არ შეგიქნა და მე უკვე დამცავ ფირზეც ვითხარი ერთ-ორი სიტყვა. ერთადერთი პრობლემა რაც შექმნა ის იყო რომ ავტომობილის მომრგვალებულ ფორმებს ასე რომ ვთქვათ რთულად იღებს გადამყვანი ქაღალდი რომლითაც ვინილი გადადის ერთიანად აღებული მანქანაზე და არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სიმრგვალეები, კუთხეები და ასე შემდეგ გავაკეთოთ, ამიტომ იყო ცოტა წვალება და იყო ცოტა პროფესიონალიზმი საჭირო რომ გავაკეთებინა იდეალურად. მაგრამ გამოვიდა. თავისქებას თავით რამე ისეთი ხარვეზი თუ არის, რაზეც დაუშვეს მომხრეებმა შეიძლება თქვას, რომ ეს ხარვეზი და არ მოეწონა. ერთადერთი ხარვეზი რაც არის პიკაპის უკანა ნაწილს და მანქანის ზარაშორის ჭრილში სივრცე, რომელსაც ფიზიკურად ვერ დაფარავს ვერც ერთი დიზაინი. ხო, ნუ ეს გასაგებია, იმიტომ რომ იქ ვერც რაკელი შევა, ვერც ხელი ვერ შევა და ასე შემდეგ. და დამცავი ფირი. კრალი დამცავი ფირი, ეგრეთ წოდებული მატოვი დამცავი ფირი, რომელიც ჯერ დიზაინს იცავს და მე რა თქმა უნდა ავტომობილს იცავს, 10 წლიანი გარანტია აქვს ამ სტეკის დინო შილდს, რომელიც მატი არის. და ამ ფირზეც რო გითხრა, ნუ გადაკრა რთულია გასაგებია, მაგრამ თვითონ როგორი სილამაზით რა განსხვავება არის და ასე შემდეგ. სილამაზით ეფექტი მიცა ძალიან მაგარი, თეთრ ავტომობილზე იმდენად არ ეთყობა, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი ეფექტი მიცა. ერთიან ვიზუალში ჩააჯინა დიზაინიც და ავტომობილის ლაკიც და პლუს ამას დამცავი ფირით შევძელით ის რომ ქარხნული 3 წლიანი გარანტია ორაფოლის გავზარდეთ 10 წლამდე. კი ბატონო, ჭერზე სტეკის შავი PPF-ი ძალიან მოუხდა სხვათა შორის, ეს შენი გადაწყვეტილება იყო როგორც ვიცი. ყოფილი დარჩა თვითონ მომხმარებელიც და ასევე დიზაინში არიჯდა წინა ბამპერის პატარა ტყე რომელიც შენ გააკეთა. ეგეც. და კიდე ერთი საკითხი მინდოდა გამეხილა. დიზაინი უკვე ვექტორი უშბა მწვერვალის ვექტორი, რომელიც გაკეთებაც მე ვცამდე ჩვენს ყოფილ თანამშრომელთან ერთად, მას საკმაოდ გამოცდილება აქვს ესეთი პროექტების გაკეთების. არ გამოვიდა უარი ვითხრა, იწვალა და შემდეგ უკვე მომცა ფრილანსერების მოსაძებნი საიტი, სადაც დავდე ფოტოები უშბის და ვთხოვე რომ გაეკეთებიათ ეს ვექტორი. სხვათა შორის მარტივი გასაკეთებელი არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველამ რამდენიმე დღე მოითხოვა და დაახლოებით $50-მდე თანხა თუ სწორად მახსოვს. და მე რომ მეგონა რომ 10-15 წუთში შეიძლება გაკეთებულიყო, იმათო თქვეს რომ რამდენიმე დღე ჭირდებოდა ამას. მე შეგთხოვე დახმარება და ნუ 15 წუთი არა, მაგრამ რამდენიმე საათში კი ააწვა. და მაინტერესებს გაგიძნილდა, როგორ გაგიძნილდა, რამდენად ნუ თავი რო გაართვი ფაქტია და კადრები ჩანს რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა და მაინტერესებს სამომავლოდ ჩვენ მომხმარებელს ექნება თუ არა საშუალება შენი დახმარებით მათ ინტერესზე მორგებული დიზაინი შეგვიკვეთონ და მე რა თქმა უნდა ჩვენ მანქანაზე დავაკრათ ეს ყველაფერი. სირთულე არ ყოფილა დიდად, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ორფეროვანი ვექტორი გვჭირდებოდა უბრალოდ, რომელზეც მხოლოდ მთის ზედაფენა უნდა ყოფილიყო და თოვლის რაღაც ეფექტი. და ძალიან მარტივი იყო ფოტოს გამოყენებით. ამჯერად თოვლი შემოიხაზა მთა და არ გამძნელებია საერთოდ.
რაც შეეხება მომავალ დიზაინებს, ნებისმიერ ტიპის დიზაინი შეგვიძლია ჩვენ დავაწყოთ, შეგვიძლია უფრო მეტი პროფესიონალები მოვიძიოთ და შევთავაზოთ მომხმარებელს, რაც საჭირო იქნება გავაკეთებთ ყველაფერს. მოდი ხარ რომ შევავჯამოთ Raptor-ის, რაც შეეხება Raptor-ის პროექტს და მე ერთი-ორი სიტყვით უკვე დამატებით სერვისებზე ვთქვათ. მოკლედ ძალიან მაგარი გამოვიდა. ისეთი რომ ჩვენი უცხოელი დამკვეთის კმაყოფილია ძალიან. ქრალმა დამცავმა ფირმა იდეალურად იმუშავა, მანქანა აღარ პრიალებს საერთოდ უმაგრესია, ძალიან მოუხდა ჭერი, რომელიცაც დაკრული არის სტეკის დინო ბლეკი, ამასაც 10 წლიანი გარანტია აქვს და უმაგრესი პანორამული ეფექტი აქვს და ერთის შეხედვით ჩვეულებრივ თეთრ მანქანას მისცა ძალიან განსაკუთრებული დიზაინი. საბოლოო ჯამში ყველანი კმაყოფილები ვართ, რაც თავარია დამკვეთია ბედნიერი და შესაბამისად ჩვენც ბედნიერი ვართ. გადაკვეს ხარისხად შეეხება მტვერი არის მინიმალურ დონეზე დაყვანილი, აი თითქმის არ არის, საერთოდ არ არის და გაითვალისწინეთ რომ ორი ფირია დაკრული, ჯერ დიზაინის მიცემი ფირი და შემდეგ უკვე ქრალი ფირი, ანუ ორჯერ უფრო რთული იყო, იმიტომ რომ ამ მტვერი რაღაც ესე არ გავყოლოდა. ის მითი რომ ატოვი ფირი დაუშვათ მტერს პატიოს და რამეს დაივიწყეთ, არაფერი ისე არ არის, პირიქით უჩანს. ეს რაც შეეხება Raptor-ს, სამომავლო თორნიკეს დახმარებით არის შესაძლებელი თქვენთვის სასურველი ნებისმიერი დიზაინის შექმნა. ნებისმიერი თუნდაც ფოტოს დატანა მანქანაზე და ასე შემდეგ. ეს არ ეხება დაბრენდვას, ჩვენ არ ვაპირებთ რომ კომპანიებს უბრენდოთ და უშვათ, რა ვიცი. მანქანები არა, ჩვენ ვაპირებთ ინდივიდუალურ დიზაინის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რომელსაც ყავს საკუთარი ავტომობილი და სურთ იყოს ძალიან განსხვავებული. ეს ყველაფერი ექსკლუზიური სერვისებია და თუ მოინდომებთ, ჩემი და თორნიკეს დახმარებით, თქვენს ოცნებებს აქცევთ რეალობას. მოკლედ კიდევ ერთხელ ბოდიჟგირთ, რომ ის ვიდეო ვერ გადავიღე, რაც მინდოდა და რაც დაგპირდით, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გავაკეთებთ ისე, როგორც იქნება. იმიტომ რომ მეტი ბაბუ აღარ დამჭა და შესაძლოა ვეღარც გარდაიცვალა.